კურო როგორ ხარ? კეთილი იყოს შენი მობრძანება არხზე და შენს კითხვაში კურო. ჩვენ დავუკავშირდებით შენს ენერგიებს ამ დღეებისთვის. შეგახსენებ, რომ ეს არის ზოგადი კითხვა, ამიტომ გთხოვ, აიღო ის, რაც შენ სიტუაციასთან რეზონირებს და მოერგება. რაც არ არის შენთვის, ის გვერდზე გადადი. მე დავუკავშირდები მეგზურებსა და მასწავლებლებს, რათა ვნახო, რა წერია შენთვის ვარსკვლავებში. ვნახოთ, რას გვეტყვიან. ასევე შეამოწმე შენი მთვარის და ასცენდენტის ნიშანი, რადგან ეს საშუალებას მოგცემს დაინახო რაღაც მეტი. არის ერთი სიტუაცია, რომელიც გაიძულებს იმოგზაურო შიგნით, არა, იმოგზაურო შენი თავის სიღრმეებში. ეს აკეთებს ისე, რომ იმ ღრმა კვლევამ დაგიკავშირო შენს შინაგან ხმასთან, შენს სულთან და შეძლო აღმოაჩინო რაღაც, რაც უკავშირდება შენს გრძნობებს, შენს ცხოვრებისეულ მისიას, შენს ნამდვილ ბუნებას. შენს ფსიქიკაში ჩაღრმავება შესაძლებელს გახდის, რომ შენ მოახდინო რაღაცის მატერიალიზება იმ ადგილიდან. ამიტომ საჭიროა მიყვე ამ შინაგან მეგზურს, საჭიროა მიყვე იმ გზას, რომელიც ახლა გიჩვენებს სვლას. იმ შთაბეჭდილებას, რომელიც მოდის არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ შენი სულიდან. მოდით ვნახოთ, რას გვეტყვიან ანგელოზები კურო. ეს კითხვები ზოგადია, შესაძლოა ზოგჯერ რეზონირებდეს, ზოგჯერ არა, მაგრამ ამის მიღმა თუ გსურს შენი კონკრეტული შემთხვევის განხილვა, შეგიძლია დაჯავშნო პირადი კითხვა ჩემთან. და ამას აკეთებ ვებგვერდის საშუალებით, მისამართს ყოველთვის ნახავ შენს ვიდეოში და ასევე გაქვს ჩამაგრებული კომენტარი შენს ნიშანთან, რათა ადვილად შეძლო გვერდზე გადასვლა. კარგი, შენი კითხვა ძალიან საინტერესოდ იწყება და უფრო საინტერესოდ გრძელდება, რადგან ის იწყება პროგრესით და ასევე მთავრდება ტრანსფორმაციითა და ცვლილებით, არა? ამიტომაც აქვს დიდი კავშირი იმ მეგზურს ან შინაგან ხმას, რომელიც მიგვიძღვება ამ მიმართულებით, რადგან საბოლოო ჯამში მონეტების რაინდი გვესაუბრება გააზრებულ და პასუხისმგებლიან მოძრაობაზე მიზნის წინაშე. მონეტების ტუზი არის რესურსი, რომელიც შეიძლება გჭირდებოდეს ამ მომენტში, რომელიც მოდის რაღაც ხელშესახებიდან კონკრეტულიდან და მოაქვს პრაქტიკული გადაწყვეტა, არა? ეს შეიძლება იყოს ფული, შეიძლება იყოს სამსახური, შეიძლება იყოს შესაძლებლობები, შეიძლება იყოს ურთიერთობა, შეიძლება იყოს ვინმე, ვინც გადაწყვეტს წინსვლას რაღაცის გასამყარებლად, ვინც შემოგთავაზებს რაღაცას პასუხისმგებლიანად და ეს შენთვის ასევე შეიძლება ჩაითვალოს რესურსად. როგორც არ უნდა იყოს, გრძნობ, რომ ეს კვირა შენთვის იქნება იღბლიანი კვირა, რადგან მონეტების ტუზი არის სწორედ ეს არის იღბალი, ეს არის გაფართოება და ეს არის ახალი დასაწყისი. წარმოიდგინე, თუ შენ ხსნი კარებს ახლისკენ და ცვლი გარკვეულ მეთოდებს, რომლებიც აღარ რეზონირებს შენთან, შენი ეკონომიკისა და რესურსები, შენი დროისა და ურთიერთობების მართვიდან გამომდინარე, ეს არის ძალიან საინტერესო რამ, რაც წარმოდგენილია და აცხადებს თავის თავს, რადგან თავისუფლდები შეზღუდვებისგან, თავისუფლდები წარსული სიტუაციებისგანაც კი, რომლებიც რთული იყო ამასთან დაკავშირებით და არ გაძლევდა ამ რესურსებზე, წვდომის საშუალებას. რადგან ახლოვდება შენ ელოდები ამას, შენ გრძნობ ამას, მე კი გიდასტურებ, რომ ახლოვდება ძალიან გამდიდრებული, ძალიან ხელსაყრელი მომავალი შენთვის და ასევე მოქმედებ უფრო გააზრებული და უფრო ზუსტი გზით, რადგან რეალობა გიჩვენებს სხვა რამეს. და გარდა ამისა, შენი ნება შეესაბამება ამ რეალობას. ამიტომ, რადგან არ ეწინააღმდეგები ამ ღვთაებრივ მეგზურს, რომელიც არის შინაგანი მეგზური, ეს შესაძლებელს ხდის, რომ გამოჩნდეს, რომ გაიხსნა შენთვის და იგრძნო ზეცის მხარდაჭერა, იგრძნო ეს მატერიალური მხარდაჭერა, რომ შენ შეძლო ამ პროგრესის განხორციელება და ყველა იმ გეგმის ორგანიზებულად შემუშავება, რადგან არსებობს მონეტების რაინდი ფულთან დაკავშირებით, სამსახურთან დაკავშირებით, შენ საქმესთან, კარიერასთან, ყველაფერთან დაკავშირებით, რაც გინდა აკეთო და რაც ფულს მოგიტანს. შეიძლება გიახლოვდებოდეს სანდო და სტაბილური გზით, რათა შემოგთავაზოს რაღაც ვინმე ერთგული, ვიღაც სრულიად თავდადებული იმისთვის, რომ მოგცეს რაღაც, რასაც შენ ასევე მიიღებ როგორც ძალიან ხელსაყრელს და ეს იყოს ნიშანი იმისა, რომ ლოდინი დასრულდა და დაიწყოს დეტალების დახვეწა ამასთან დაკავშირებით. წარმოიდგინე, თუ ეს არის ურთიერთობა რაღაც, რაც აიგება ძალიან პერსპექტიული დასაწყისიდან, რათა წინ წახვიდეთ, დღითი დღე იზარდოთ და დღითი დღე იმუშაოთ ამისთვის. ასევე რაც შეიძლება იყოს ბიზნესი, ან ასევე შენ, არა? ხადია, ეს არის მიწის კარტები და ისინი გვესაუბრებიან შენს ძალიან დახვეწილ პროგრესზე ამ მომენტში. ეს არის კარგი კვირა იმისთვის, რომ უკვე დაგეგმო ეს პროექტი, ასევე შეძლო მოსავლის აღება. შეიძლება იყოს ისე, რომ შენი ამჟამინდელი სიტუაცია სამსახურში პირდაპირ შეიცვალოს და შენ მიიღო რაიმე სახის დაწინაურება ან პრომოცია და დაიწყო კარგი სხვაგვარად მოძრაობა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გაქვს რესურსები, არამედ იმიტომ, რომ გაქვს წინადადებები, რომლებიც ამას შესაძლებელს ხდის. შეხედე მონეტების სამიანი. მონეტების სამიანი არის ძალიან ხელსაყრელი კარტი,
როდესაც გსურს საქმეების გამტკიცება სამუშაო პროექტების დონეზე და ჩვენ ვართ კარგი თავდადებული მონაწილეობა მივიღოთ ხელსაყრელად გაფართოებაში სხვა ადამიანების მიმართაც, არა? და შენ გაქვს ბედის ბორბალი და გაქვს კვერთხების ორიანის კარტი. მე გითხარი, რომ ეს კვირა შენთვის არის იღბლის კვირა და ამას ადასტურებს ბედის ბორბალი. იცი, რომ საქმეები იცვლება, არა? იცვლება ციკლი, იცვლება სიტუაცია. დღეს ის, რაც შეიძლება გაყოვნებდეს, რამდენიმე საათში შეიძლება დაჩქარდეს, არა? და ჩქარდება ის, რაც კონკრეტულად ეხება შენს ჯიბეს, შენს სამსახურს, შენს ეკონომიკას, იმ შეხვედრებს, რომლებიც შეიძლება გქონდეს, რომლებიც იქნება ძალიან პროდუქტიული, დაწინაურებასთან ერთად, როგორც გეუბნები, რასაც შეიძლება შემოგთავაზონ, ან შენ ხელსაყრელად აჩვენო ნიჭი, ღირსებები და შესაძლებლობები იმ პროექტში, იმ დამუშავებიდან გამომდინარე. შეიძლება იყოს ისე, რომ ელოდები ამ შესაძლებლობას, როგორც სამუშაო შესაძლებლობას, ასევე სერტიფიცირების შესაძლებლობას, რათა წარდგე ან შეიტანო განაცხადი სამუშაო პოზიციაზე, ან შეიძლება ასევე იყოს ისე, რომ ვინმესთან სწორად შეთანხმდე ამ წინადადებიდან და საუბრიდან გამომდინარე, არა, ძალიან საინტერესო საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ დაიხვეწება საკითხები ურთიერთობაში, თუ ეს არის შემთხვევა მომავალიდან გამომდინარე, რადგან არის გაფართოება, ეს არის საომავლო ხედვა, სადაც შეფასდება, რა უნდა გაკეთდეს იმით, რასაც ეს ადამიანი გთავაზობს, არა, იქნება ეს ხელსაყრელად მატერიალურ დონეზე, ცხოვრების დონეზე თუ ემოციურ დონეზე, რადგან კვერთხების ორიანი გაყენებს იმ არჩევანის წინაშე, რაც არის ვარიანტები, არა, და შეფასებები. შეიძლება იყოს ისე, რომ აფორმებ, არა, იმას, რაც არის წინადადება, რომელიც შენ შეაფასე. ახლა ამ კვირაში შეიძლება იყოს ისე, რომ უკვე გეგმავ იმას, რაც შეიძლება იყოს მომავალი იმის მიხედვით, რასაც უკვე ხედავ, რომ მიდის, არა, რაც გთავაზობს გაკეთებას. ამიტომ ხელსაყრელია, რომ უკვე დაიწყო შენი დღის წესრიგის მორგება, რომ უკვე დარწმუნებით ნახო ის ნაბიჯები, რომლებსაც გადადგამ. წარმოიდგინე, რომ აქ იმას, რასაც აკეთებ, არის ოცნების მატერიალიზება. და ეს ოცნება შესაძლებელს ხდის, რომ გაფართოვდეს, რომ შენ გაიზარდო ამით სხვა ადამიანების ან სხვა ადამიანის დამსახურებით, თუ ეს არის შემთხვევა, რადგან აქ არის გახსნილობა. მატერიალური შესაძლებლობები კონკრეტულად. და რადგან ეს არის სიტუაცია, რომელიც მოითხოვს დაგეგმვას. შენ გააკეთებ ამას სწორ დაგეგმვას, რადგან იგრძნობ, რომ არსებობს დიდი ჯილდო. და შეხედე, რა გაქვს აქ მშვენიერი კარტი, როგორიცაა ბედის ბორბალი, რომელიც გვანიშნებს, რომ ყველაფერი მოძრაობს. საით მოძრაობს? აყვავებული მომავლისკენ. მოძრაობს და ვითარდება, რათა შენი საქმეები შეიცვალოს და შეძლოს რაღაცის განახლება სამსახურის დონეზე. რათა ეს ინვესტიცია გამყარდეს. რადგან ეს შეიძლება იყოს რაღაც, რაც გარკვეული დროა მუშავდება. ოღურო. ამიტომ მესაუბრება იმაზე, რაც შეიძლება გაბედო იმ ადამიანებზე, რომლებიც შესაძლებელს ხდიან ამის მოძრაობას. წარმოიდგინე, რომ არსებობს მონეტების ტუზი, მაშასადამ ეს არის რესურსი, რომელიც შეიძლება მოვიდეს იმ ადამიანის ხელით, რომელიც ბედავს განვითარებას, რათა შენი ცხოვრება შეიცვალოს ეკონომიკურ დონეზე. ან ეს არის ძალიან ხელსაყრელი მომენტი იმისთვის, რომ მოვიდნენ შესაბამისი ადამიანები და წინადადებები, რომლებიც ავითარებენ შენს ეკონომიკას. იგივე თუ ჩვენ საუბრობთ ურთიერთობაზე, არის ურთიერთობა, რომელიც ვითარდება იმისკენ, რაც არის გაზიარებული ბედნიერება და ხდება უფრო დინამიური. და შენ შეიძლება იყო კარგი იქ და უყურებდე, როგორ გააკეთო იმისთვის, რომ ეს დაგეგმო, არა? კარგი, ეს ადამიანი თავაზობს ამას. მე უკვე ვდგავარ იმ უსაფრთხოებაზე, რომელსაც ეს ადამიანი თავაზობს, რადგან ცხადია, არსებობს მონეტების ტუზი, მაშასადამ ეს იქნება ძალიან სტაბილური. მე უნდა დავინახო, რომ ყველაფერი ეს, რაც მეთავაზება, მე წარმომიდგება ამ გარემოებებში მოძრაობს ჩემს სასარგებლოდ. ამიტომ ეს არის მართლაც მომენტი იმისთვის, რომ შენი სარგებლო ამით და იცხოვრო ეს ცვლილება, ეს დინამიკა, რაც შეიძლება გაბედული გზით, იმ გაგებით, რომ არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომელიც გვესაუბრებოდეს ბლოკირებებზე ან დაბრკოლებებზე. შენ გამოდიხარ არასასურველი და რთული სიტუაციიდან, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში გქონდათ ჩაშლილი პროექტები, გეგმები ან ურთიერთობა. შენ კვლავ იბრუნებ იმედს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ასრულებ ციკლს, ან იწყებს სხვას უდიდესი წარმატებით. აცხადებს, რომ იმ ცვლილების წყალობით, რომელსაც შენ აკეთებ, თავისუფლდები დაწარსული შეზღუდვებისგან. ცხოვრება გიბრუნებს ამას კონკრეტული ქმედებებით. შენ ხარ ძალიან მართალი გადაწყვეტილებების მიღებაში. მაშასადამე ის, რაც ხდება, არის ის, რომ შენ იღებ შენს მოსავალს. ის, რაც დათესე, ასევე გაძლევს ნაყოფს. შენ იღებ სწორედ იმ ხარდაჭერას, იმ დახმარებას, იმ ძალიან მნიშვნელოვან რესურსს, რომელიც შემოდის შენს ცხოვრებაში, რომელსაც შენ იღებ და მიიჩნევ როგორც უკიდურესად ხელსაყრელ მონაპოვრად. იქნება ეს ის, რომ რაღაც დააბანდე ადრე და ეს ინვესტიცია არის დიდი ჯილდო,
ასევე ის, რომ მთავრდება თქვენი ცხოვრების ის რთული ეტაპი. და ალბათ ხარ მომენტში, სადაც ცვლილება არის პოზიტიური და მიგიყვანს წარმატებამდე და კარგ ბედიამდე. მაშინ სადამე ყველაფერი გამოჩნდება მართლაც ხელსაყრელად. ალბათ ის ფორმა, როგორაცაც ჩნდება ეს ადამიანი, გააკვირვებს ან საქმეები, ალბათ როგორაცაც ხდება, რადგან შეიძლება შეიცვალონ ცოტა იმის მიხედვით, როგორც შენ ელოდებოდი ან თუნდაც წარმოიდგენდი. მაგრამ მართლაც შენთვის ეს არის მომენტი ცხოვრებაში, რომელიც გმატებს დიდ ზრდას, რომელიც უნდა გამოიყენო. კარგი, ნომერი 3 არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმის გააზრება, რომ ეს არის მომენტი იმისთვის, რომ შენ შეძლო შექმნა გუნდში. შენ უნდა იყო გახსნილი მიმღები სხვა ადამიანებთან ერთად განვითარებისთვის. ნომერი 3, ნომერი 30. სინამდვილეში არა, შენ აჩვენებ შენს ორიგინალურობას, როგორც გითხარი, შენს ინოვაციას არ ვიცი. ის, რაც შენ შეგიძლია დაანერგო, რადგან არსებობს შესანიშნავი შესაძლებლობა, რომელსაც შეგატყობინებენ. მაგრამ შენ ასევე იქნები შესანიშნავი ამბების მატარებელი. ის დიდი ნიჭი, რომელიც შენ გაქვს საჩვენებლად, არის ის, რასაც გამოიყენებ ამ სიტუაციისთვის. ამიტომ გადაეცი შენი იდეები, გადაეცი შენი გრძნობები და იგრძენი თავი ასევე ან დადექი ოპტიმიზმისა და პოზიტივის დამოკიდებულებაში, რადგან ეს არის ის, რაც ასევე წაახალისებს სხვებს. რაც უფრო წარმოსახვითი და კრეატიული იქნები, მით უკეთ გამოვა ეს ყველაფერი. ამიტომ მოდით ვენდოთ და მოდით განვაცხადოთ, რათა ამ მშვენიერმა ენერგიამ თან გიყვეს.